საბჭოთა ლიდერებს, განსაკუთრებით კი ქართული წარმომავლობის ფიგურებს, როგორც ისტორიკოსები, ისე მოქალაქეები, განსხვავებულად აფასებენ. ლავრენტი ბერია, ადამიანი, რომელსაც საბჭოთა იმპერიის ყველა სისასტიკე ბრალდება და რომელსაც ყველა არაჰუმანური საქმის უკან მოიაზრებენ. რამდენად სასტიკი იყო ბერია და ვინ იყო საერთოდ ის? დასკვნა თავად გამოიტანეთ. ის 1899 წლის 29 მარტს დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ მერხეულში, ღარიბი გლეხის ოჯახში. თუმცა მან შეძლო კარგი განათლების მიღება. განათლებით ის მშენებელ არქიტექტორი იყო. ახალგაზრდა ბერია შეუერთდა არალეგალურ მარქსისტულ წრეებს და რევოლუციის შემდეგ ქალაქის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში მუშაობდა. მალე ბაქოს რესპუბლიკა თურქულ-აზერბაიჯანული ჯარის თავდასხმის შემდეგ დაემხო. ამ მომენტიდან იწყება ბერიას ბიოგრაფიაში ყველაზე ბნელი ამბავი. ის გახდა მუსავატის, აზერბაიჯანის ოლქის დაზვერვის აგენტი. ბერიას თქმით, ის ორმაგ აგენტად მუშაობდა და ბოლშევიკების ამოცანას ასრულებდა. სხვა ვერსიით იგი უბრალოდ პროლეტარული რევოლუციის ტრების მხარეს გადავიდა. იალტის კონფერენციაზე რუზველტის კითხვას, ვინ არის ბერია, სტალინმა უპასუხა, ის ჩვენი ჰიმლერია. თუმცა ბერიას რეპრესიაში მონაწილეობის მასშტაბი კვლავ სადავოა. მაშინვე ასოცირდება ჯალათთან, ინტრიგების დიდოსტატთან და მექალთანესთან, პარალელურად ატომური პროექტის ავტორთან. თუმცა არის რაღაცები, რის შესახებაც ზდუმს ისტორია. სანამ ცენტრალურ კომიტეტში დაიკავებდა თავის ადგილს, ბერიამ გრძელი და რეჟიმის მსახურებისათვის ერთგული გზა განვლო. ახალგაზრდა ჩეკისტი ლავრენტი ბერია 1931 წლის შემოდგომაზე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა. მანამდე უკვე კარგად გამობრძმედილი გახლდათ პოლიტიკურ ბრძოლებში. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ 23 წლის იყო, როდესაც აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნდა. სათავეში ჩაუდგა საგანგებო კომისიას, ჩეკას. ებრძოდა ბანდიტიზმს. იმ პერიოდში საქართველოში 31 ბანდა დათარეშობდა. წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 1000-მდე შეამცირა. 1931 წლის შემოდგომაზე მოსკოვმა ბერია დანიშნა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად. ფაქტიურად იგი გახდა რეგიონის მმართველი. ბერიამ თამამი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა, შეაჩერა კოლექტივიზაცია, შეეშვა კერძო მეურნეებსაც. სამაგეროდ კოლმეურნეობებში შეაჩერა სიმინდის და ხორბლის მოყვანა, რომელსაც ხეირი არაფერი მოჰქონდა და გააშენა ჩაი, ციტრუსები, თამბაქო და ყურძენი. აი აქ უკვე მსხვილმა სოფლის მეურნეობის საწარმოებმა გაამართლა 100%-ით. კოლმეურნეობები ისე სწრაფად გამდიდრდნენ, რომ გლეხები თვითონ საკუთარი ნებით ერთიანდებოდნენ მასში. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ დაწესდა შესყიდვის მაღალი ფასები.